ჰომონკულუსი, რომელიც არის ხელოვნური ინტელექტის პირველსახევი. დეველოპმენტიდან დაწყებული, ხელოვნური ინტელექტით დამთავრებული. გაბრიელი, მიქაელი, რაფაელი. ფილემონს და ბავკიდეს კითხოს თუ არ არის ბოროტიაბა. ის არის დიქტატორი, ის არის კოლონიზატორი, ის არის ტექნოკრატი და ის არის გაუმაძღარი. რაღაცაც ჩარჩო წესები, ანუ ეშმაკისთვისაც არსებობს. ფაუსტი არის ზოგადად სახე მოდერნული ადამიანის. ეს უნდა აღვიქვათ როგორც საკუთარ ბნელ მხარესთან ჭიდილი. მეფისტოფელი ცდილობს პირველ ნაწილში აცტუნოს ფაუსტი აი ამ რაღაცა ლიბიდოზურობით, სექსუალურობით და მოხიბლოს. არა, პოდკასტში კარგია ეგეთ სიტყვები. ძალმოსილებით შტრებენ სწრაფვანების ყოფა, აი ვილერასაც ქვია კრაფტ. წავაკითხოთ ჩვენს დიქტატორებს, ვისაც ამის სურვილი ექნება. ეს თანამედროვე ტერმინები არის გოეთესთან კოლონიზირენ. კოჰაბირენ. ეს არის ძალიან დიდი ტექსტი, უნივერსალური, ძვირფასი ტექსტი, გოეთეს ფაუსტი, რომელიც გადაგვიყვანს უსასრულო ფიქრში. რაზე დადებდით ხელშეკრულებას ან იძლავს მეფისტოფელთან ჩვენი მსმენელებით? მოგესალმებით არხმის მინეზე, ჩვენი პოდკასტი ერთი წიგნი იწყება, სანამ დავიწყებთ წიგნზე საუბარს, მინდა გთხოვოთ გამოყვეთ YouTube არხზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე. მადლობა ვუთხრათ ჩვენ სპონსორს მთის წყალს, რომლის გარეშეც არ იქნებოდა ეს გადაცემა. დღევანდელი წიგნი არის კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძვირფასი ტექსტი, გოეთეს ფაუსტი და ამ ტექსტზე ჩვენ სასაუბროთ ჩვენ დღეს სტუმრად გვყავს პროფესორი, გერმანისტი კონსტანტინე ბრეგაძე. დიდი მადლობა ჩემს მადლობა ქალბატონი ქეთი მოწვევისათვის და დიდი პატივია ჩემთვის თქვენს გადაცემაში თუ პოდკასტში როგორც ახლა ეძახიათ. და თვითონ ეს არხიც მე მინდა გითხრათ გამოწერილი მაქვს და ძალიან მრავალფეროვანია და ძალიან სერიოზული პროექტია და საჭირო პროექტია რა ვიტყოდ. საგანმანათლებლო რაც თქო ყველანაირ მიმართულებით. პოლიტიკა იქნება, ლიტერატურა თუ ხელოვნება და ასე შემდეგ. დიდი მადლობა და ჩვენ გადავიდეთ ჩვენთვის ყველასთვის ძვირფას ტექსტზე, ვისაც გერმანულთან შეხება ქონია და ლიტერატურასთან ორივესთან, გოეთეს ფაუსტი და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ბატონი კოკას ნაშრომი გოეთეს ფაუსტი, სიმბოლიკა და პოეტიკა და აქვე დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამისთვის, იმიტომ რომ არ გვაქვს ბევრი განებივრებულები არ კი ბატონო, სამწუხაროდ ესეა. და ამ წიგნზეც ერთი-ორი სიტყვით ვთქვათ, ეს არის ზუსტად ჩვენ თემასთან კავშირში. მე წაკითხული მაქვს და უნდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან საფუძვლიანი, ძლიერი შრომა და პირდაპირ ამ წიგნიდან აქცენტებზე ვისაუბროთ დღესაც, რადგან გოეთეზე საუბარი შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ. მისი ბიოგრაფია, ამ უნივერსალური ადამიანის ბიოგრაფია ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ ჩვენი დრო არ იძლევა ამის საშუალებას. ჩვენ როგორც გოეთემ ფაუსტში გადალახა დრო და სივრცე, ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ არც მეფისტოფელს შემოუთავაზებია ეს და არც მაგიას არ ვფლობთ. ამიტომ აი რაც წიგნშია მთავარი აქცენტები, ამაზე ვისაუბროთ. ალბათ ის რომ ფაუსტს ბევრი მწერალი შეეთამაშა და ეს როდინდელი ლეგენდაა, ხო? სამი ყველაზე ცნობილი ფაუსტი შემოგჩვენეს რაღაც სახალხო თქმულება ფაუსტზე, რომელიც მე მარლოუმ გააკეთა, გოეთეს ფაუსტი და თომას მანის დოქტორ ფაუსტუსი, რომელზეც ჩვენ ქონდა საუბარი. ცოტა გემოდან ქვემოთ დავიწყეთ. მაგრამ მე ვფიქრობ, აი თქვენს მონოგრაფიაში არის კარგი პასუხი იმაზე, რატო შემოგრჩა ეს ტექსტი მაშინაც მერეც და ალბათ კიდევ აქტუალური იქნება სამწუხაროდ კაიხნის მერეც, იმიტომ რომ ძალიან გავს იმ პრობლემებს, ტექსტში არის ის პრობლემები და საკითხები დასმული, რაც დღესაც გვაწუხებს. აი დეველოპმენტიდან დაწყებული, ხელოვნური ინტელექტით დამთავრებული, ხო? და თავადაც ეს მონოგრაფია წელს არ დაწერილა, მაგრამ წელს არის ხელოვნური ინტელექტი ასეთი ძლიერი და ასეთი შემოსული ყოველდღიურად ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ თქვენ წერთ, რომ ფაქტიურად იწინასწარმეტყველა გოეთემ. კი ბატონო. აი ეს ჰომონკულუსი. ჰომონკულუსი არის, ხო? ჰომონკულუსი, რომელიც არის ხელოვნური ინტელექტის პირველსახევი. და თან მან ის არის საინტერესო ჰომონკულუსი არის ცნობიერება, ესა ძალიან საინტერესო მომენტი.
ეხლა დღეს საუბრობენ იმაზე, რომ კი ბატონო ხელოვნური ინტელექტი ისეთ კონდიციაშია, რომ ჯერ ცნობიერება არ აქვს, მაგრამ ახლა ცნობიერება რო უჩნდება, ცნობიერება ჩვენ გამოვირჩევით ხო ადამიანის ბევუსცაი, რასაც ქვია, ხო? ჩვენი ცნობიერი, ჩვენი სადაც იბადება, ჩვენი მსოფლმხედველობრივი წარმოდგენები, ეთიკური წარმოდგენები და ასე შემდეგ. და აქ ეს არის საინტერესო გოეთესთან, რომ ეს ცნობიერება გააჩნია ამ ჩვენს იმას, ჰომუნკულუს, რომელიც კოლბაშია გამოყვანილი და თან არის საინტერესო იცით, რომ გამოყვანილია არა პარაცელსუსის მეთოდით. თავიდან ხო ეგრე ქონდა. თავიდან ეგრე ქონდა ჩაფიქრებული, იქ ფოტოში და იქ პარაცელსუსი როგორც ინსტრუქციაში იღებს კაცის სპერმას, ატავს ეს 40 დღის მანძილზე კოლბაში. ლოგიკურია ხა ბიოლოგიურად. ხო, სპერმიდან ხო რაღაც როგორც ხდება, ხო იქ რა ქვია. ხო, ნუ დღეს რაღაც ეს მეთოდი არის, ხო, რაღაც ხელოვნური განაყოფიერება რაღაცა, ხო, იგივე, რა ქვია, in vitro რაც არის, თქვა, არის ეს პრაქტიკა. და მე არის გამოყენებული ზუსტად ეს in vitro მეთოდი. კი ბატონო, ხო. ოღონდ გოეთეს შემთხვევაში, გოეთემ შეცვალა, ოღონდ ბიოქიმიური ის არის, რა ქვია, მეთოდი გამოყენებული, რაც აი იმ პერიოდში გოეთემ შეიტყო, იმიტომ გოეთეს უნივერსალობა თქვენ აღნიშნეთ, მდგომარეობდა იმაში, რომ ის თქვა, არა მხოლოდ ლიტერატურის მიმართულებით ან თეატრის მიმართულებით მოღვაწეობდა, არამედ პოლიტიკის მიმართულებით და თქვა საბუნებისმეტყველო მიმართულებით და იქ აქვე დავამატოთ, რომ უნივერსალური ვახსენეთ, იმიტომ რომ ეს ყბათაშორისი ძვალიც კი გოეთეს კი ბატონო, გოეთეს მიგნება და ფერთა თეორია, რომელიც ფერთა თეორია, გამოიყენა, მინერალოგია რა ვიცი ყველაფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში ნუ ეხა აკადემიური ფლანგი ხო რაღაც მეცნიერებს და ცოტა ისე უყურებს რა მეთოდოლოგიის არამეცნიერულობის გამო ხო მაგრამ ხა გოეთეს თავის მეთოდოლოგია ქონდა მაგრამ ნუ ეხა საუბარში წაგვიყვანს დაუბრუნდეთ ჰომუნკულუსს თქვა იქ გოეთემ შეიტყო რომ რაღაცა ქსოვილი მიხსოვილის ანუ თუ ადამიანური ქსოვილის ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილის უჯრედის რაღაცა მიღება შესაძლებელია ხელოვნურად არაბუნებრივად რა ხელოვნურად იქ რაღაცა ბიოქიმიური ცდების საშუალებით და აი ამ რაღაცა იქ ციანიდი და რაღაცა შენარევი და იმას მუდმივი რაღაცა კრისტალიზირენ არის ესეთი ტერმინია უკვე კრისტალიზაცია მიმდინარეობს ამ ნაერთებს შორის და მე ამის საფუძველზე იქმნება აი ეს ეგრეთ წოდებული ცილა შარდოვანას სინთეზი რასაც დღეს სხვათა შორის ამ კრისტალურ წარმონაქმნეს პარფიუმერიაში იყენებენ სხვათა შორის. კი. მაგრამ აი ეს მეცნიერი, ცნობილი მეცნიერი გვარს ვერ ვიხსენებ. გეტინგენში აი ბიოქიმიკოსი, ვინც ეს მიგნება, ვისაც ეკუთვნის 1828 წელია და მისი ძეგლიც დგას იქ უნივერსიტეტის ეზოში. საერთოდ ვერ ვიხსენებ ხა გვარს. ხო და იმის გვამინდა რომ გოეთე მუდმივად საქმის კურსში თუ საქმის კურსია რა ხდება გარშემო პოლიტიკაში ბუნებისმეტყველებაში და ეს ახალი აღმოჩენა იყო და ეს გამოიყენა მაგრამ ხო აი მთელი ტექსტი პრინციპში არის კონტექსტთან ცნობიერი ის არის ხელოვნური ინტელექტი კი ხელოვნურად მიღებულია აი იქ ტექსტიც არის იქ რა ქვია ფრაზაც იმის სციენტისტი რაღაც ვაგნერის es wird ein Mensch gemacht. ანუ კეთდება, მაგრამ ის გაკეთებული კი არის ხელოვნური ინტელექტია, მაგრამ ცნობიერება გააჩნია, იმიტომ რომ როგორც კი ის კოლბაში გაჩნდება ეს ჰომუნკულუსი, იმ წუთასვე გამოდის კონტაქტზე, ანუ მიმართავს მეფისტოფელს და მიმართავს ამ ვაგნერს. მეფისტოფელს მიმართავს როგორც ბიძაშვილო რაღაც ესე და იმას მამილო, ფეთერშენ, ხო, იმას ვაგნერს. ეს ორი აკეთებს. და ფაუსტი ეგ საინტერესო დეტალია, რომ ფაუსტი ამ დროს კომაშია, ის საერთოდ არ იკეთებს აქ მონაწილეობას. უკვე. ეს ყველაფერი ხდება, ნუ მეორე ნაწილში, ხო? აი, თქვა ეს ერთ-ერთი აი ეს მოდერნულ სამეცნიერო სივრცეში რაც არის აღო და საერთოდ ეს მოდერნული ტექსტია. ჩვენი თანამედროვეობა არის პროგნოზირებული იქ. ამ ტექსტში ხო თქვა როგორ შეიძლება განვითარდეს რა ტიპის სოციუმი აი თქვა მეხუთე მოქმედება ხო იქ ფაქტიურად ნუ მეც მიწერია იქ ფაქტიურად ეს არის ვიზიონი აი მეხუთე მეორე ნაწილს მეხუთე მოქმედება სადაც ფაუს თავის კოლონია კი აქ არის ძალიან ბევრი აქცენტი რაღაცა ტოტალიტარული იმის რაღაცა წინა ფილემონის და ბავკიდეს კი ფილემონის და ბავკიდეს ასე თქვა ამ მოხუცი ცოლქმარი რომელიც არის თავისთვის რაღაცა იქ ცხოვრობენ თქვა მოგზაურობენ და აქვე აღნიშნოთ რომ მითოლოგიური პერსონაჟებიც ფილემონი და ბავკიდე რეალურად მითოლოგიურადაც კეთილშობილი სტუმართმოყვარე არსებები არიან და რომელიც მე არ შემთხვევით არ არჩია იუპიტერმა და მერკურიმ
დაასაჩუქრეს და აღავსეს, რა ვიცი, პატევის და დიდებით. სამაგიეროდ მეფისტოფელმა და ფაუსტმა. საერთოდ გოეთესთან ეს შებრუნებული ვარიანტია, თქვა, ეხლა იქ ეს მითოსური მასალა რაც გოეთე ბევრს იყენებს და იგივე მესამე პროლოგში ხო, იქ ინტერტექსტი ბიბლიური იობის წიგნი სადაც არის ხო, რა იობის გამოცდა რაღაცა და მაინც ღვთის ერთგულია. ეს იობის ტექსტი შეტრიალებულია. იქ ფაუსტი არ წაერთმევა რაღაც, ანუ პირიქით უფალი უგზავნის მეფისტოს, სატანას ოღონდ მეფისტოს სახით, რომელიც უბრალოდ პირიქით კი არ ართმევს რაღაცას, ან თქვა ქონებას, რაღაც კი არ დაავადებს და რაღაც პირიქით იქ პირდება რაღაცას, რომ ამას გაიგეთება. თამამ ექსპერიმენტებს არ ერიდება. მაგალითად, იგივე მითოლოგიური პერსონაჟები რო ვახსენე და ანტიკური ლიტერატურის გმირები და ასე შემდეგ, გოეთე ამას სხვათვის, მაგალითად, ქირონი რო ამბობს, რომ არ ვიცნობ არც ერთ მეფეს და ოლიმპოს ბინადრებს, სინამდვილეში მის გამოქვაბულში იყო იქ შეკრება, ხო? და ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ამას იმიტომ კი არ აკეთებს გოეთე, რომ რამე დაავიწყდა. უბრალოდ აი რაღაცა ბოდერთან ერთად ცოტა პოსტმოდერნსაც თამაშება. როგორც უნდა ისე იგივე მეფისტოფელი თუ ეშმაკის ევოლუცია შევხედავთ, ეშმაკი თავიდან, როდესაც გამოჩნდა ქრისტიანობაში, იყო უბრალოდ სკეპსისი, ხო? მერე ეს გახდა დაპირისპირებული ძალა ღმერთთან და ბოლოს ისე შეიცვალა შუა საუკუნეებში, რომ პრინციპში ღვთისსიყვარული კი არა, ეშმაკთან ბრძოლა იყო მთავარი კონცეფცია. ეს უფრო გახდა და მეფისტოფელი უკვე გოეთესთან ხედავთ, რომ საკმაოდ ადამიანია და თან გოეთესთან უკვე ჩნდება, რომ ეს არის ადამიანის და ღმერთის თანდევი ძალა. ამის გარეშე ყველა თავის რაღაცნაირად მეფისტოფელს და საინტერესო ნიუანსია, რომ ეხა მესამე პროლოგი ხო, სადაც გამოდიან ეს მთავარ ანგელოზები ხო, რაც ვიცით, გაბრიელი, მიქაელი, რაფაელი და ნუ აქებერს თავისი ფუნქცია კარგად ასრულება ყველაფერი ამ სამყაროს ჰარმონიულობას რაღაცა, ნუ რაც მე მეფისტოს სასაცილოდ არ ყოფნის ეს ყველაფერი. და აქეთ საინტერესო მომენტია, რომ ლუციფერი მეოთხე ანგელო მთავარ ანგელოდ აღარ ფიგურირებს. ის ჩანაცვლებულია მეფისტოფელით, გადაწეულია საერთოდ და ამ შემთხვევაში უკვე ეს მეფისტოფელი რაღაცა ამ ოთხე მთავარ ანგელოზებიდან ეს ერთი ამოვარდნელია ლუციფერის სახით და ლუციფერი აღარ არის აქ სამაგიეროდ ახალი ტიპის არსი არის შემოსული არსება, ეს წმინდა ადამიანური არსება. მეფისტოფელი ეს არის არ არის ეს რაღაცა ზებუნებრივი არსი. არამედ ეს ადამიანია. უფრო მეტიც ის არის თვითონ იმის ნაწილი, თქვათ, ფაუსტის ნაწილია, შემოგვიდგენელი ნაწილი. ხო, ზუსტად ამას ვამბობდი, რომ ფაუსტის ნაწილი და თან ძალიან ირონია, არ ვიცი, გოეთესთან ეს ირონია რამდენად იკითხება, მაგრამ ჩვენ რო ხედავთ ფაქტია, რომ თვითონ ეს ეშმაკიც როგორ ევოლუცია და მოდერნის ეშმაკი გახდა, იმიტომ რომ გახსოვთ აი იქ ფაუსტთან პირველ შეხვედრისას თუ ეშმაკი როგორც შემოხვედი, ისე გადიუკანო და არა წესები აქ სხვანაირად არის, როგორც შემოდიხარ, უკან ისე იმ წესითვე უნდა გახვიდეო და ცოტა მე ის გახსენდება აი მაფიაში როა შესვლით შეიძლება შეხვიდე, მაგრამ გასლა რაღაცაც ჩარჩო წესები, ანუ ეშმაკისთვისაც არსებობს. ასე არ არის, რომ ყველაფერი გამოვა. მაგრამ შაყირობს ეს ბენგორი მასონებზე შაყირობს. რა ქვია, ერთხელ რომ დააკაკუნოს ეს რა ქვია, შემოდიო და არ შემოდეს ეს მეფისტო ოთახში და კაბინეტში იქ სამუშაო ოთახში. მე კიდე და ორჯერ სანდან ხე მასონურის ხო არის რიტუალი, რომ სამჯობნო დააკაკუნო, დარბაზში შემოპიდო, რაღაცა ინიციაცია რაღაცები გაიარო. ხო, თანაც ის ერთი მომენტია, რომ მეფისტო რო ამბობს, ორა კარგია, როდესაც ჟაბიდან ჟამზე ეს მოხუცი კაცი, ანუ გულისხმობს იმ უფალს, ადამიანურად მებაასება. ადამიანურად აი ეს მომენტია. ეს დეტალიც ახალია ლიტერატურაში. მენშლი ხო, რა თქმა უნდა, ანუ აქ ხაზგასმულია, რომ ადამიანურად არაეთიკური გაგებით, რომ ეს ადამიანურად, ასე ვთქვათ, ჰუმანურად კი არ ესაუბრება უფალი ამ ეპისტოფელს, არამედ ადამიანურ ენაზე ესაუბრება. ეს ხაზგასმა, ჩემი აზრით და ნუ მე ვეღდობი რა ქვია კრიტიკოსებს და კომენტატორებს, რომ მაგ ხაზგასმულია ის, რომ მეფისტო არის ადამიანური არსი, იმიტომ რომ ის საუბრობს ადამიანურ ენაზე, ადამიანის ენაზე, ხო? და ამდენად უფალიც მე ადამიანური ენით ესაუბრება. მათ შორის ალბათ ის ელემენტები ჩემოტანილი, რაც მე რომანტიზმის ეპოქაში ძალიან ფასდებოდა, ეს რაღაც ირონია, ცინიზმი, სკეპსისი, ადამიანური თვისებები, რომელიც რომანტიზირდა დროთა განმავლობაში, ხო? და ეს საინტერესო პერსონაჟია, ფაუსტს არ ჩამოუვარდება. მიუხედავად იმისა, რომ
ბოროტ ძალას. არა, ბოროტი ძალას ეს პირობითია ხო, ხალხო გოეთესთან ეხლა ეს ისეთივე ბოროტი, როგორც ყველა ადამიანში. ბოროტება, სიკეთე და ბოროტება, ხო, მე ვარ ძალა, რომელიც ბოროტს აქვს, მაგრამ სიკეთე გამოზდის, ხო. სიკეთე ამ შემთხვევაში ხო, ეხლა ფილემონს და ბავკიდეს კითხოს თუ არ არის ბოროტი, აბა. ხო, ვისი ხო, მან კი, მაგრამ მან თავარ ბოროტებას მაინც ფაუსტი შეჩადის, იმიტომ რომ ის არის დიქტატორი, ის არის კოლონიზატორი, ის არის ტექნოკრატი და ის არის გაუმაძღარი და ეს მისი ტექნოკრატიზმი და ეს რაღაცა თავის კოლონიაში ამ მოდერნული ტექნოკრატიული პროცესები მიდის. ანუ რას აკეთებს ფაუსტი? ანუ როგორც მოდერნის ეპოქის ადამიანი და საერთოდ ფაუსტი არის ზოგადად სახე მოდერნული ადამიანის ერთგვარი კრეფსითი სახეა რა. ანუ მოდერნულ ადამიანში გულისხმობთ იმას, რომ ადამიანი, რომელიც რაღაცა გავეშებით, მოუთმენლობით ცდილობს ბუნება დაემორჩილოს. და აქ არის ალბათ ასევე პირველ ფაუსტს, აი სახალხო თქმულების ფაუსტს. სხვანაირი ხელშეკრულება ქონდა დადებული, ხო? ის ითხოვდა რაღაც ცოდნაში ცვლიდა თავის სული მიყიდა, ეშმაკს ცოდნაში და აქ უკვე სწრაფვაშია ნიძლავი დადებული. ეს ხელშეკრულებაც კი არ არის რაღაც ნიძლავი, რომ აი წამთან და ხო, იქ თავარი ეს მომენტია, იქ გოეთე საერთოდ ეხა იქ ეს უკვე გოეთეს გამონაგონია. გოეთეს გამონაგონია. არც არ ფიგურირებს ეს სანაძლეო. თანაც ორი სანაძლეო, ერთს უფალი და მეფისტოფელი დებენ მესამე პროლოგში და მერე უცებ ეს თვითონ ფაუსტის ინიციატივა. მოდი ეხა დავნაზლებდეთო რა, რომ ესე ვეთენვი, ანუ დავნაზლებდეთ რომ აი ვინ ვის აჯობებს და ნუ იქ ფაუსტის წინაპირობა ის იყო რომ მე თუ ვიტყვი რომ აი შეჩერდი წამომშვენიერი ხარ ეს მერე და მერე რაღაცა ძალიან ის რომანტიზებულ ფრაზად იქცა იქ რაღაცა. იმიტომ რომ კონტექსტიდან ამოგლიჯეს როგორც უყვართ ხოლმე კი. ეს ფაუსტიც მეფისტოზე არანაკლები შმაკია და გაიძვერა და იმანაც იცის რომ კი და წერედიანს აქვს კომენტარებში რომ პრინციპში გრეთხენთან ეპიზოდში მოიგო მეფისტოფელმა სანაძლეო, მაგრამ ეს არ შეიმჩნია გრეთხენთან ხო, ანუ ხა მეფისტოფელი როგორც არსება, მისი თქვა სიმბოლური, როგორც სიმბოლური პერსონაჟი ხო, ეხლა იქ ყველაფერი სიმბოლურია და მეფისტოს აქვს ორი სტრატეგია და ესეც ინტერტექსტუალურად ბიბლიის ტექსტებს ძველ აღთქმას და ახალ აღთქმას უკავშირდება, იმიტომ რომ ეხლა მეფისტოფელი ცდილობს პირველ ნაწილში აცტუნოს, ასე ვთქვათ, ნუ ბრწყალებში აცტუნოს ფაუსტი აი ამ რაღაცა ლიბიდოზურობით, სექსუალურობით და მოხიბლოს და ინსტრუმენტია ამ შემთხვევაში გრეთჩენი, რომ რაღაცნაირად ეს ჩვენი ფაუსტი მთლიანად ამყოფოს აი ამ, რა ქვია, სექსუალური ვნების წიაღში და იმის და ასე გააკონტროლოს, ხო ვთქვათ. თუმცა მაინც აქედან იბადება ძალა, რომელიც მას გადაარჩენს. ხო, მაგრამ ფაუსტისთვის მეფისტოფელი როგორც მდაბალი არსი იმ გაგებით რომ რაღაცა თქვათ აი ამ ტონური მიწიერი აი სენსუალიზმის ამ ლიბიდოზურობის განსახიერება ცდილობს რომ ის ეგრეთ წოდებული ზესტაცნობიერება რაც ფაუსტს აქვს რომ ზესწრაფა რაღაცა ჩაუქშოს აი ამ ლიბიდოზურობის განვითარებით ხო და გრეთქენის ინსტრუმენტია მაგრამ უკვე ფაუსტისთვის გრეთქენი მხოლოდ რაღაცა სექსუალური რაღაცა დაკმაყოფილების ობიექტი არ არის არამედ მერე ის არის რაღაცა წრფელი რაღაცა პირველ სამყაროული წრფელი მაღალი სულიერების რაღაცა განსახიერება, აი თქვათ. რომელიც ვისულს გადა. აგათიას ახსენებ ხოლმე ტექსტში რაღაცა. უმაღლესი მშვენიერების და უმაღლესი სიკეთის განსახიერება გრეთჩენი, ხო თქვათ. უკვე ასე აღიქვამს. ანუ ფაუსტი ორი ნაბიჯით ყოველთვის ასწრებს მეფისტოფელს, გოეთეს. და ის მიუძღვება იმ. პირიქით კი არ არის, არამედ იქ აი ფაუსტ ბუხში, ხო თქვათ, იქ მუდმივად იმის კონტროლის ქვეშაა მეფისტოფელის იქ. თუ მეფისტოფელეს იქ სხვა ფორმითაა, მაგრამ ის ფორმა გოეთემ ცოტა გამოიყენა და შეცვალა მეფისტოფელესია გოეთესთან უკვე. თანაც მეფისტოფელი თვითონ სიტყვაც საინტერესოა, როგორც ამბობენ, მეფირთოფელ, მეფირ როგორც დამანგრეველი ძალა, ანუ გოეთემ აიღო ორი ძველებრაული სიტყვაო, მეფირ როგორც ცერშტოერერ გერმანულად, ანუ დამანგრეველი გამანადგურებელი ძალა. და მეორე ძველებრაული სიტყვა თოფელ როგორც აი ალბათ იქიდანაა თოიფელის გერმანულში თოიფელი ხო მე თავიდან ეგ მეგონა რა თოიფელის ძველ გერმანული იქიდან ანუ როგორც გაიძვერა მატყუარა თაღლითი და ისე როგორც ფაუსტს არ ნიშნავს მუშტს კი ნიშნავს მაგრამ ამ შემთხვევაში ფაუსტუსიდან არის აღებული ეს სიტყვა და არა მუშტიდან თუმცა ორივე მომენტია ხო ანუ მუშტი იმ გაგებით რომ თავისი აი ძალმოსილებით შტრებენ სტრაფვა ნებისყოფა აი ვილე რასაც ქვია კრაფტ ხო
აი ეს მუდმივად თავის რომ და გაიტანოს, ხო? აი ფაუსტს აქვს ეს. სხვათა შორის ეს თვისება თვითონ მეფისტოფელიც უვითარებს და მეფისტოფელს ბევრი კარგი თვისება აქვს, რაც ფაუსტმა მეფისტოფელისგან მიიღო, ხო? კერძოდ აი როთა განმავლობაში რაღაცა მომენტია, სასოწარკვეთილი მდგომარეობიდან გამოყვანა, კარჩაკეტილობიდან გამოყვანა, მერე ეს გახალისება, ხასიათზე მოყვანა, განწყობა, რასაც ქვია, ხო? ახლა პირდაპირ მიიყვანა ღვინის სარდაფში, იქ რაღაცა кейფი, იქ მე გრეჩენი, რაღაცა ელექსირის დალევინება, ხო? ანუ რაღაც აი ეს არაცნობიერი საწყისი, როგორც თერაპიული, ასე ვთქვათ, საწყისი მეფისტოფელი. ეს უნდა აღვიქვათ როგორც საკუთარ ბნელ მხარესთან ჭიდილი. კი, რა თქმა უნდა, ეხლა ის ყველაფერი რაც არის ეს მონოლოგები, ანუ იგივე ის რაც არის თქვათ აი მეფისტოფელის გამოჩენა ხო უკვე პირველი ნაწილში ხო როგორც მიუთითებენ და მეც ვიზიარებ ამას ეს ყველაფერი არის თვითონ ფაუსტის წარმოსახვებია და სხვა არაფერი ანუ ძალიან სეკულარიზებულია და ძალიან ადამიანურებულია და კი ახლა ძალიან პოპულარულია დრამატურგიაშიც და ლიტერატურაშიც ეს არის რომ ყველაფერი ჩვენ ვევართ ყველა პერსონაჟი კი რა თქმა უნდა ეს არის აბსოლუტური წარმოსახვა რაც აქვს ფაუსტს ხო იგივე ხა იქ ელენესთან იქ ტროაში თუ სადღაც მოგზაურობა ეს ფაუსტი არის კომაში და იმ კომაში რომ არის იმ სომნამბულა რაღაცა სიზმრისეულ ძილის მომენტში ის წარმოსახვა არაცნობიერი გაფართოებულია და არის გადავარდნილი ამ გავთავებულ წარმოსახვებში ის მოგზაურობა თუ ოპტიმისტურად შევხედავთ გოეთეს წინასწარმეტყველებების ნუსხას მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ დროსაც დავძლევთ ეს მინიშნებაც არის იმიტომ რომ თუ ჩვენ ნახავთ რამდენი რამ ვითარდება, ესე იგი ჩვენ ხედავთ რომ პროლოგში ეს არის დროის მიღმიერი სივრცე, ის მარადიული რაღაც კონსტანტა. თუმცა არ უნდა დაგვაუწყოს, ეს არის აბსოლუტური თამაში გოეთესთვის. კი, მაგრამ ამ თამაში ხო შეიძლება ადამიანი ითვალისწინებდეს ფიზიკის კანონებს ან არ ღვევს. აქ ჩვენ ხედავთ რომ არის რაღაც დროის მიღმიერი სივრცე, რაღაც კოსმიური შეგვიძლია ასე ვთქვათ, არის ანტიკური, მოდერნული შუა საუკუნეები, ყოველთვის აი ეს ვალპურგის ღამე, პირველიც მეორე სხვა დროს ხდება, დროც დაძლეულია. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გოეთემ წინასწარმეტყველა ის რომ ადამიანი დროსაც დაძლევს ერთ დღესაც. კი ბატონო, რატომაც არის რაღაცა თუ არის რაღაცა ნიუტონისეული რაღაცა ტრადიციული ფიზიკა და მექანიკა, მე რჩდება ეს კვანტური მექანიკა თუ რაღაცა, ანუ ჩვენ შეგვიძლია რაღაცა. ხო, ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა კვანტური ფიზიკის. წამის ყოფი და წამე, უცებ აღმოჩნდეთ ან მომავალში ან წარსულში ან პარალელურ სივრცეებში კი და თამაში ახსენეთ და პრინციპში აი ეს თამაშით ეს ჰომოლუდენს რაც ჰაიზინგას ჰქონდა ხო მაგ თამაშით მე გადადიხარ იშლება რეალობასა და თამაშს შორის ზღვარი ამიტომ ყველა ის მეტაფორა ყველა ის თამაში ეს პერსონაჟი თვითონ გოეთესაც ერთი საინტერესო გოეთეზე ვერ ვასწრებთ ასე დიდხანს ლაპარაკს მაგრამ ჰქონდა ბავშვობაში აი საინტერესო გამოცდილება რომელიც მას ჩარჩა ეტყობა მაშინ იდგმებოდა აი ეს კი ბატონო მორალიტე და ხო თეატრი და იქ აი ეს 5-6 წლის ბიჭი იყო როდესაც აი პირველი მისი კონტაქტი ამ ტექსტთან იყო აი ამ ტექსტთან და ძალიან კარგად ჩარჩა შეიძლება ითქვას აი ეს ბავშვობის და მე ბებიამის მაუყიდა კიდე რაღაც ეგ სათამაშო სახშიც ჰქონდათ უკვე და მოკლედ ეს იქიდან მოდის ხო და მთელი ცხოვრება მუშაობს ხო გოეთე აი 20 ხო, 60 წელი მუშაობს. 20 წლის იყო დაიწყო პირველი ურფაუსტი შექმნა და მე სიცოცხლის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე თუ რაღაცა დავუქა და დაამთავრა. მე კიდე გახსნა რაღაც ჩაასწორე იქ ჩაასწორება, ნუ მიუთითებენ რომ ის ჩაასწორება ზუსტად უკავშირდება იმას რომ მე რაღაცა პოზიტიური ფინალია. ეს არის ერთადერთი ფაუსტი, სადაც პოზიტიური ფინალია. ფაუსტი ერლოეზუნგ რასაც ქვია, ხსნა რასაც ქვია, ფაუსტი გადაჭა. ააცალეს ხვირწინ მეფისტოფელს. ხო, მეფისტოფელს ააცალეს, მაგრამ მე მინდა რომ ერთი საინტერესო რა, ნუ თავისთავად ალბათ საინტერესოა მსმენელისთვის რომ გოეთეს ფაუსტის ქრონოლოგია, ანუ ის მოიცავს ფაქტიურად თელს ევროპულ ცივილიზაციურ პროცესებს ლუთერის ეპოქი და ნაპოლეონის ეპოქის ჩათვლით და უფრო მეტიც იქ სენსიმონისტებიც არიან იქ აკრიტიკებული და ეს 1830 წლის პარიზის რევოლუცია თუ ავიღებთ ქრონოლოგიას უნდა ვიცოდეთ რომ ეს არ არის რაღაცა ტრადიციული ფაუსტი რომელიც სადღაც ლუთერის თანამედროვეა არა ფაუსტში რაც არის
ისტორიული თქვათ უკუფენილი რაც არის ისტორიული მოვლენები ეს არის მთელი 3-4 საუკუნის ამბებია დაწყებული ლუთერიდან დამთავრებული პარიზის 1830 წლის რევოლუციის აი ეს მთელი ეს ეპოქა და ნაპოლეონსაც რო სიმპათიზირებდა ესეც ერთ ნაპოლეონის ყველაფერი ნაპოლეონის დამარცხება ვატერლოოში მარცხის მონარქისტული რესტავრაცია უამრავი რაღაც თანამედროვე აღმოჩენილი ცეცხლის თუ ორთქლის მანქანა ეგ აეროსტატის აფრენა მონგოლ ფიერების რაღაცა ეხლა ბევრი დეტალია ხო აი თქვენ თამბაქოს ხსენება თამბაქო მოდა 18 საუკუნის ეს უნდა ვიცოდეთ ანუ ფაქტიურად ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ ეს არის მთელი მოდერნულობა როგორც ასეთი მთელი სისავსით მოცემული აქ რა კი იქაურ ბაროკო რენესანსი განმანათლებლობა და მე-19 საუკუნის პირველი მე-13 1830 წლამდე მოდის ეს და პირველი ტომი რომ არის ახალგაზრდა კაცის დაწერილი და მეორე უკვე ხანში შესulis თუმცა მასაც აქვს ისეთი პოეტური მიგნებები ტექსტში რომ იფიქრებ თავადაც დალია ის ელექსირი გასაახალგაზრდავებელი ელენესთან სცენები ხა არ ჩამოუვარდება ხო ახალგაზრდობაში არ ჩამ თუ მეტი არ არის ახალგაზრდობაში დაწერილი მარგერიტესთან დიალოგს მაგრამ კიდევ ერთი წინასწარმეტყველება რაც ქონდა გოეთეს ეს მაშინაც იყო ეს პრობლემა და ზუსტად იმ პრობლემებზე წერდა მე ამას უფრო ხედავ არა წინასწარმეტყველება არამედ იმად რომ არაფერი არ იცვლება არასდროს პრინციპში აი ეს არის ფულის თემა მეფისტოფელის ქაღალდის ფულის გამოშვება ინფლაციები და ეკონომიკასთან ასეთი მიდგომა და ზუსტად ტექსტს რო ვკითხულობდი მე რაღაც ჩვენი პრემიერის გამოსვლად შემხვდა გაიაფებაზე და იმდენი მეფისტოფელური მინიშნება დავინახე რომ კიდე რო რა შესთავაზე ხო ეკონომიკის რაღაცნაირი სიმულაცია მეფისტოფელმა აი მსულელ კაიზერს და იმპერატორს და აქაც ზუსტად ასე გთავაზობენ იმას რაც სინამდვილეში არ მუშაობს ძალიან დროებითია და საბოლოო ჯამში დაინგრევა და მე უკვე მოდის აი რაზეც ფანტასტიკურად არის წიგნშიც მონოგრაფიის ეს утоპიური იდეა რომლებსაც აი ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ იმიტომ რომ არის წიგნში ძალიან კარგად და აი ეს ჩვენ სკოლაში რო გვესწავლა როგორ იყენებდნენ მაგალითად საბჭოთა გერმანისტები გოეთეს სათავისოდ ფაუსტს როგორ შენდებოდა გედერელებიც რომ აი ეს თურმე დამბების მშენებლობა და კი ბატონო იგივე ბალკინი და ფილემონი განიხილებოდა გედერის ლიცოდნეობაში როგორც კულაკები და როგორც მესაკუთრეები რომლებიც ღირსი იყვნენ რომ იქ დაიღუპნენ და ეს თან საშინლად ხო ძილში ხანძრის დროს დაიღუპნენ ხო ამოიწვნენ ამოიბუგნენ ხო რასაც ქვია რა მაგრამ რას ვიზამდიად მიზანს ასე ჭირდება ხო ანუ ესო გამართლებს შემთხვევით არა სხვათა შორის ეს ლუნაჩარსკი რო იყო ის კი აღსახსენებელი საბჭოთა კავშირის პირველი განათლების მინისტრი ძალიან ეს სიმპათიურებოდა აი ზუსტად ესეთი იმიტომ იქა ძალა კრაფტ ვილე ნებელობა აი ეს რაღაცა მე რაღაცა სიგიჟეში გადასული ეს ძალაზე აპელირება და ძალით ენერგიით და ფაუსტი მისთვის ასეთი განსახიერება და მათ შორის ის რომ უნდა დაიმორჩილოს ძალიან სიმპათიურებოდა ბოლშევიკებს ეს მერე უკვე ეს გვიან იყო მე ბოლშევიკებისთვის და მიუღებელი მაგრამ 20-იან წლებში ნიჩე და ეს ძალიან ეს ნების რაღაცა ის და თავად თქვენ როგორ ფიქრობთ დაუფლების ნება და ასე შემდეგ ძალიან მისაღებია ცოტა თუ შეიძლება ითქვას ურფაშისტური ნოტების დანახვა შეიძლება აქ რომ აი უბერმენში ну ეხა გასაგებია რომ ნიჩეს და გოეთეს ბრალი არ არის როგორც დაინახეს მე ნაცისტებმა ეს თემა მაგრამ უბერმენშის თემა აქაც იკვეთება ხო თუმცა ეს სასაცილოდ არ ყოფნის იმას მიწის სულს ხო რომ უბერმენშობო ხო რაღაცა მაგრამ თუმცა ეს როგორც გინდა მე შენ ისე ირონიას თუ გინდა მოაშორებ და შენ საშენოდ გამოიყენებ ფაქტია რომ აი ეს ფაუსტის утоპიური იდეები გამართლებული იყო მე პოლიტიკურად და აი ეს ეგრეთ წოდებული რაღაც სოციალისტური საზოგადოების აი რა ჩვენ ვიცი და რაც ეს გამოცდილება რაც გავიარეთ აი ფაუსტის მეორე ნაწილის მეუხტე მოქმედება ეს არის ფაქტიურად იქ არის რაღაცა ტოტალიტარული სახელმწიფოს ვიზიონია და ტოტალიტარული სახელმწიფოს ფენომენიც ეს მოდერნულობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ხო იმიტომ რომ ის თან ესეთი პარადოქსული მომენტია ტოტალიტარიზმი ეფუძნება ერთდროულად რაციონალიზმს და ირაციონალიზმს ხო რაციონალურია იქ ხო რა თქმა უნდა იქ დაგეგმარება გზების გაყვანა ეს რაღაცა ლაგერების მოწყობა მთელი ეს სისტემა ხო რაც არის ხო რაღაცა გარკვეულ დაგეგმარებას რაციონალურ გათვლას და ეს ეგრეთ წოდებული ის რო ამბობენ ხოლმე ინსტრუმენტული გონება ხო გამომთვლელი და მაანგარიშებელი გონება ეკონომიკა ხო ეს ტექნოკრატიზმი და
ეს ყველაფერი მე გადადის ირაციონალიზმში უკვე რაღაცა. ანუ ადამიანი ვეღარ აკონტროლებს ამ სიგიჟეს. წესია, რომ პროპაგანდა უნდა იყოს სრულად ირაციონალური, მაგრამ დაფუძნებული სიმართლის მარცვალზე და მთელი ეს შენება რაღაც სტრუქტურების უნდა იყოს რაციონალური, იმიტომ ეს მექანიზმი როგორ მუშაობს ტოტალიტარული სახელმწიფო თქვა ის ტვინის გამორეცვა. ამას ვამბობ, აი რატო არ ვისწავლეთ კარგად. კულტი, ხო, რაც არის ფაუსტის, მოდი ესე ვიტყოდით, ეს არის ფაუსტური სოციუმი, ფაუსტმა შექმნა ეს სოციუმი თავისი ზღვისპირა კოლონიაზე. მე ეს ბუნების ათვისება, ზღვისთვის მიწის გამოტაცება, ეს უშველებელი ტექნოკრატული საინჟინრო სამუშაოები, პორტები, ქალაქები. მაგრამ თქვენ ცოტა მოიხსენიებთ კრიტიკულად ამ ბუნების დამორჩილების თემას და არ უნდა დავიმორჩილოთ? ოღონდ ზომიერებაა საჭირო და არა ესეც ირაციონალიზმში გადადის, იმიტომ რომ მე ბუნება მიცის ესეც ადამიანმა თავისთავად. კი, იქ არის მეფისტოფელის მონოლოგი ამაზე მე რო. ხო, იმიტომ რომ იქ მე მინიშნებულია რომ თორმე ეს ყველაფერი ხო სხვათა შორის დამბების ის არის. გოეთე რამდენად პროფესიონალი მწერალია. მე ამაში ვულისხმობ იმას რომ მწერალი პროფესიონალიზმი ვლინდება არა მხოლოდ იმაში რომ თქვა წერალმა იცით, გასაგებია ეხა ნიჭი აქვს და ეს მოსდგამს ხომ წერალს რომ რაღაცა წერის ნიჭი, მაგრამ წერლის პროფესიონალიზმი ვლინდება ასევე იმაში რომ ის ბევრს უნდა კითხულობდეს სამეცნიერო ლიტერატურას და გაუთავებდეს. ზუსტად. რომ დამაჯერებელი იყოს ის რაღაცა ტექნიკური სამუშაოები და თან ძალიან კარგად უნდა წაიკითხოს რომ კითხველისთვის გასაგებ ენაზე, გამარტივებულ ენაზე ამოიტანოს რთული. გარდა ყველაფრისა გოეთე ინტერესდება ამ პერიოდში საინჟინრო საქმეები და მშენებლობა და აი სპეციალურ ნაშრომებს კითხულობს. კერძოდ, აი როგორ შენდება შუა ზღვაში, როგორ შენდება ეგრეთ წოდებული ჯებირები, როგორ ხდება ზღვისთვის მიწის გამოტაცება. და ამაზე სპეციალური ნაშრომები იწერება, ანუ ეს თვითონ ეს ჰოლანდიელებმა იმ პერიოდში უკვე მაშინ ეს მე-18 საუკუნეში ხდება. და გოეთემ ეს იცის ეს და თუ აი ეს მარტივად რა, მაგრამ უცებ შუა ზღვაში შესაძლებელია რომ აშენდეს, აღიმართოს აი ჯებირები, დამბები, რასაც ქვია. მე რა იწყებს მიწის დრენაჟი რაღაცეები და ეს ყველაფერი იცის გოეთემ და ამას იყენებს ის როგორც პროფესიონალი მწერალი, ანუ ის ერკვევა ყველა საკითხში, როგორ ხდება საინჟინრო მიმართულებით, მილიტარისტული მიმართულებით. აი მილიტარისტული მიმართულებით, აი მე იმის თქმა მინდა რომ ეს არის პარადიგმატული ტექსტი, ანუ მთელი სტრუქტურები, მთელი თანამედროვეობა რაც არის, ასე ვთქვათ, არა? სისტემების მუშაობაზე, როგორ მუშაობს ადამიანის გონებრივი სისტემა, როგორ მუშაობს სადამბო და აი დღეს რაც ჩვენ ვიცით, ხო, აი ეს რაღაცა დიდი მონსტრი, ქალაქები, მისი თავისი დაგეგმარებით, უშველებელი საინჟინრო სამუშაოები, არხების გაყვანა, სუეცი, ისა პანამის არხი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აი ფაუსში არის მოცემული, აი პარადიგმატული სახით მოცემული. ანუ თანამედროვეობის მოდერნულობის პარადიგმა მოცემული ამ ტექსტში და ფაუსტიც უკვე აი ამ პროცესებში თან ჩათრეულია, თანაც პროცესებს თითქოს აკონტროლებს, მაგრამ თან ვერ საკონტროლებს და ერთ-ერთი მოდერნულობის წარმომადგენელი. ამიტომაც მე ზუსტად ამიტომაც სახეა მოდერნულობის და მე იმიტომაც იყო ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვის ასეთი ტიპი და პერსონაჟი ძალიან სიმპათიური იყო, რომელიც არის უბერმენში. კი. იქ მართავს თელს ლუმპენ პროლეტარიატს და საკმარისია ერთის გონება და 1000-ის ხელი. ეს აი ეს ადრეული სოციალიზმი იყო სენსიმონისტები. და როგორც ღმერთი თulis რომ ფაუსტი მისი ყმა, ეს თulis რომ ცხოვრები ხალხი მისი ყმები არიან და თვითონაც ღმერთია ამ შემთხვევაში. თავის ქნექტები. მე ეს ირონიზებულია ეს ყველაფერი. იმიტომ რომ რაღაცა ნეკროიდული მომენტია, ანუ ეს დამღუპველია, ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება კაცობრიობა რაღაცა გადაიჭეხოს დაიღოს. არა, თან ეს ირონიულობა ყველაზე კარგად იმაში ჩანს. წავაკითხოთ ჩვენს დიქტატორებს, ვისაც ამის სურვილი ექნება მოусმინონ ჩვენ პოდკასტზე, როცა გონია რომ დამბების შენების ხმა გესმის, შენი საფლავის ხმებია. მე მაგაზე სულის მაღზადება ეხა ბათუმთან რომ რაღაცა ქვიშის არ გამოვა ეს ქვიში. იქ არა შავი ზღვა სხვანაირი ზღვა არის, შესასწავლია. იქ ეკოლოგია რო ირღვევა და უბედურება ხდება და ხო, მაგრამ იქ ხომ მართლა კუნძული არ უნდათ განსხვავებით. აი იდეალისტი დიქტატორი კიდე სხვა არის და შენ ატკატის ფულს რო იღებ, რომ არც არავინ არაპირებს იქ კუნძულის აშენებას. აი ეს ხო, ამით განსხვავდება რიჟვაძისგან ფაუსტი. ახალი სამება იქ არის, ხო? ომი, ესე იგი კრიგ, ჰანდელ, ანუ ვაჭრობა და ღირათეღი, მეკობრეობა.
აი ეს არის ახალი სამება თანამედროვე, ეს არის პარადიგმა, თანამედროვე ეკონომიკა დაწყებული გოეთედან და ნაპოლეონიდან დღესაც ასე მუშაობს, არა? თუ გავიხსენებთ, რომ ვაჭრობა, კოლონიზება, ეს ყველაფერი, ხო? მაშინ ჩვენ ხედავთ, რომ ჯერ ჰოლანდიისა და შემდეგ ბრიტანეთის საზღვაო ფლოტი როგორ აღზევდა და ესეც შემთხვევითი არ არის ეს ზღვის დაპყრობის თემა, ხო? ეხმიანება მაშინ. კოლონიზატორი ეხლა ფაუსტმა თავის ხო ცდილობს ის რაც იმპერატორმა აჩუქა ზღვისპირა კოლონია გაანაშენოს თუ განაშენიანოს და მოაწყოს თანამედროვე ცივილიზაცია, მაგრამ მას ამისთვის აქვს შემოსავლები იმ კოლონიებიდან და ადმირალია უკვე ეს ჩვენი მეფისტოფელი. ხო? არის ადმირალი, მისი თავისი რაღაც ხელქვეითები და გემები შემოდის ფაუსტის პორტში, კოლონიაში დახონძრული, ხო ეს რაღაცა. და ეს თანამედროვე ტერმინები არის გოეთესთან კოლონიზირენ, ეს ახალი ტერმინია კოჰაბირენ, კრისტალიზირენ და ასე შემდეგ, ხო? ეს გოეთე იყენებს სულ ახალი ტერმინებია, საინჟინრო, პოლიტიკური და ასე შემდეგ, ხო? ეს კი არა, აი ნაპოლეონის ეპოქაში უკვე სამეცნიერო დონეზეა სამხედრო საქმე ასულია, ხო? აი ბალისტიკა, გათვლები, ეს ზარბაზნების ის ასე თქვა, როგორ დამიზნება ყველაფერი რა ტრაექტორიას, ხო? ეს უკვე ნაპოლეონმა დაიწყო და გოეთეს ეს ცოდნა მილიტარული ცოდნა გამოიყენა გოეთამ იმაში მეოთხე ნაწილში, როდესაც იქ იმპერატორი და ანტიიმპერატორი ერთმანეთს და იყენებს იმას, რა ქვია, ასე თქვა, fake army-ა. ანუ ეს ცნობილი ის არის, ხო, სტრატეგიული თუ ტაქტიკური ისა, ომში, როდესაც რა ქვია, დეზორიენტაციის დეზორიენტაციის, აი, თქვა, გამოაცხადა, რომ აი მე აქ დაჯგუფებავი, აქ იქნება ჩემი ჯარის იქრან და მანევრირება, ხო? და მეფისტოფელმა და ის როგორ დაეხმარა კაიზერს, როგორ მოაგებინეს ომი იმ ანტიიმპერატორთან. ეს ანტიგეგენ კაიზერი ის ნაპოლეონია ნაგულისხმები და კაიზერში ის მთელი კოალიცია მონარქისტული. ანუ იქ რაღაცა ვითომ არმია სადღაც. ანუ კამუფლაჟი გააკეთეს, იქ დააყენეს რაღაცა თივის ჯარისკაცები და ანტიიმპერატორს ეგონა რომ აქ ნამდვილი არმია სინონიმში ფეიქ არმია და იქ თქვა და მე ზურგიდან მიადგა ეს იმპერატორი ხო როგორც ხო აი ეს ახალი მილიტარისტული ტაქტიკა კი რაღაცეები ხო რა იქ მე ბალისტიკური გათვლები იქ ომი არის უკვე ზარბაზანი და ქვემეხები უკვე ახალი რაღაცა სერიოზული რაღაცა მოდერნული ის არის თქვა მილიტარისტულ საქმეში ჯარების გადაჯგუფება და 1000 რაღაც ეს ყველაფერი გოეთე მიცის ანუ ეკონომიკა იქნება სამხედრო საქმე იქნება პოლიტიკა იქნება საფინანსო საქმე რა ჩვენ დღეს ვიცით ეს ყველაფერი ეს სტრუქტურები როგორ მუშაობს როგორ ფუნქციონირებს ეს ყველაფერი აქ არის უკვე გოეთესთან უბრალოდ გოეთე გვაფრთხილებს რომ მას რაღაცნაირად შეიძლება გავიგოთ როგორც ეს წიგნი გაფრთხილება რომ ადამიანმა გოეთეანური ეთიკა რაც არის ერფურხტის ხო ან მოფრთხილების, გაფრთხილების, მოწიწების, კრძალვის და გაფრთხილების, ხო? და 4 მიმართულებითო. ზეცისკენ, მიწისკენ და ქვემოთკენ, ანუ ბუნებისკენ, ადამიანისკენ და საკრალურისკენ უნდა იყოს ეს კრძალვა და მოფრთხილება, ოღონდ ამის წინაპირობა არის მოფრთხილება და პირველ რიგში საკუთარ თავიდან იწყება ეს ერფურხტი. ანუ მოკრძალება, მოფრთხილება, ხო? აი ეს ეთიკური ეს მატრიცა არის ამ იმაში, რა ქვია, ნაწარმოებში. უბრალოდ ფაუსტის პრობლემა ეგ არის, რომ აი ამ კრძალვისგან, მოფრთხილების ეთიკისგან ის ნელ-ნელა იცლება. და ხდება მე რაღაცა ეს პირქუში, რაღაცა დიქტატორი, აი ეგრეთ წოდებული სიკეთიანდება უკვე. კი, სიკეთის და ბოროტების მაგრამ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო აქცენტია წიგნში, რომელზეც ხშირად ვფიქრობ და მონოგრაფიაში ჩემხვდა ამ თემაზე საუბარი და მინდა რომ ამაზე საუბარიც მოვასწროთ. ეს არის თავად გოეთეს პოზიცია სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით და მერე მისი როგორ გადაარჩენს ის თავის პერსონაჟს, გრეთჰენს არ გაწირავს იმისთვის, რომ აი უკვე წინააღმდეგია, ესე ჩანს, რომ ემპათია, თანაგრძნობა და თანალმობა აქვს ამ პატარა გოგოს მიმართ. და ცხოვრებაში იყო სიკვდილით დასჯის მომხრე იმ ქალების, რომლებიც უკანონოდ, თქვათ, შვილს გააჩენდნენ. ხო, ერთ-ერთი თავი ესე ძალიან აქტუალურია სხვათა შორის დღესაც, ხო? აი ეს რაღაცა ქორწინებამდელი სექსი, რაღაცა გათხოვება, ეს მთელი ამბები. ეს ამოწიას რომ გრეთჰენს დაუკავშირა, იმიტომ რომ გრეთჰენი ხო, ტიპიური მოვლენა იყო მაშინ, ხო, როდესაც ასე თქვა დაუცველი გოგონები, ეს ძირითადად დაბალი ფენიდან გამოსული გოგონები, თქვა მოახლეები, ძიძები, რომლებიც იყვნენ მსხვერპლი ამ სექსუალური ძალადობის. არა მხოლოდ ვიღაცა ბატონების მხრიდან, მაგრამ საკუთარივე, ასე თქვა
სოციალური იმიტომ არ მოყვებოდა არანაირი საშიშროება მათთან ასე ხო, ანუ რატომ ხდა მე ეს ჩვილის ყლელობები, ხო? ანუ იქ საკმარისი იყო, ასე ვთქვათ, გაბაზრებული იყო ბოდიში ამ სიტყვაზე, ვთქვათ. არა, პოდკასტში კარგია ეგეთ სიტყვები. რა ქვია, რომ აი გოგო, დაორსულდა ქორწინებამდე, აჰა, ესე იგი სტიგმატიზება ბოდიში ეს მეძავის სახელი მიეკერებოდა და ის აბსოლუტურად განწერული იყო, რომ სოციალური, ასე ვთქვათ, სოციალური ამოვარდნის მსხვერპლი ხდებოდა, მე ხდებოდნენ ეს ასეთი ტიპის, ასე ვთქვათ, ეს გოგონები, ეს ახალგაზრდა გოგონები, ანუ რომელთაც დაუცველნი სოციალურად, იმდენად რამდენადაც აი ეს სტიგმა, რომ ისინი იყვნენ მეძავი, რომ გათხოვებამდე დაკარგეს ეს ეგრეთ წოდებული ქალწულობა და რაღაცა დამთავრებული საქმე იყო. ვერც ამსახურს შოულობდნენ, ვერაფერს ყველას მიერ გაწირულები იყო, ოჯახის მიერ, ეკლესიის მიერ, მეზობლების ნაცნობად. და მოშორებით გრძალობდნენ. აი გრეთიანიც ამის ასე დამნაშავეს, ხო? ოჯახის სასაფლაოზეც კი უნდა ყოფილიყო მოშორებით. მაგრამ მე ამ შემთხვევაში მაინტერესებს გოეთე როგორც მწერალი და როგორც პოლიტიკური მოღვაწე, ასე შეიძლება ფსიქოანალიტიკურად რაღაცა ახსნათ, იმიტომ რომ გოეთე როგორც თავისი ჰერცოგის მრჩეველი, საიდუმლო მრჩეველი და მინისტრი პრაგმატული მოსაზრებით იყო მომხრე ზოგადად სიკვდილის დაჟის, ხო? და იტალიაში მოგზაურობის დროს ჰქონდა დიდი კამათები ამას. ხო, იმიტომ რომ მას მიაჩნდა რომ სიკვდილის დაჟა რო გავაუქმოთ, მე შეიძლება ამანის გამოიწვიოსო სისხლის აღების წესი განაახლოსო და რაღაც პრაგმატული მოსაზრებით, ხო? ხო, ამაში ცდებოდა. ხო. სხვათა შორის დისერტაცია და როგორც ამბობენ, სხვათა შორის ამ თემაზე ქონდა, სიკვდილის დაჟაზე ქონდა ეგ სტრასბურგში, როდესაც დისერტაცია. ხო, და ეს ჩანს რაღაცნაირად იგრძნობა, რომ აწუხებდა. აწუხებდა, იმიტომ რომ მე თვითონ შეესწრო და დაესწრო პირველი შემთხვევა რაც იყო და ამან მისცა ბიძგი, რომ მან დაიწყო ფაუსტის წერა, აი როდესაც ერთ-ერთი ესეთი მსხვერპლი როგორ ამბობენ, დამნაშავე მსხვერპლი თუ ესეთი ქალბატონი 20 რაღაცა 18 წლის დასაჯეს ფრანკფურტში საჯაროდ, თვითონ გოეთეს დაესწრო, ხო? ჩვილის კვლელი გოგონა, ხო? რომელმაც აი ესე იმშობიარა, მე სიყვარულმა მიატოვა, მიაგდო ესე რაღაცა და აი ამ სოციალური ამოვარდნის მსხვერპლი არ ყოფილიყო, ამიტომ ჩუმად მაულად ეს თავის შვილი მოკლა, ხო? სიკვდილის დაჟას თვითონ დაესწრო გოეთე და მე უკვე როგორც ჰერცოგის მრჩეველი უკვე პრაქტიკულად წააწყდა ამას, იგივე 10 წლის მერე იგივე საქმე кейსი შეიქმნა, ხო რაღაცა. ხო და გოეთემ რატომაც ურჩია, რომ არა, უბრალოდ გოეთემ ეს კონსილიუმი მოიწვია ამ ჰერცოგმა. რა ვქნათო? სიკვდილი დაჟა, აი ასეთი ჩვილის კვლელი ხალებისთვისო გავაუქმოთო თუ არ გავაუქმოთო. ანუ გადაწყვეტილება თვითონ ჰერცოგს უნდა მიეღო. უბრალოდ გოეთემ ურჩია, როგორც რჩეულმა, რომ არ გავაუქმოთო. არ გავაუქმოთ და დებატებიც ჰქონდა. საბოლოო გადაწყვეტილება ჰერცოგი ერთდროულად იყო პროკურორიც და ისიც რა ქვია მოსამართლეს განაჩენის გამომტანი. ანუ იენის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დაესაჯა და ნუ საბოლოო სიტყვა ჰერცოგს უნდა. ჰერცოგის რადგანაც თავს იკავებდა და ნუ იმენას რაღაცა მოიწვიეს კონსილიუმი და გოეთემ. მაგრამ საპირისპიროს ხედავთ. მაგრამ აქ ხედავ და ალბათ ფსიქოანალიტიკურად უახსნით ამას, რომ ასე ვთქვათ, გოეთე როგორც მოხელე მინისტრი ვთქვათ, მომხრეა. ხო, აი ეს რა უცნაური და როგორც წერალი. მომხრეა. აი ესეთი სასტიკი დაჟის ვთქვათ. ისე რომ არგუმენტებით აჭრის ხდებოდა როგორ თავის კვეთით იმ დროს თავის კვეთით מחვილით თავს კვეთდნენ აზე დამნაშავეებს ანუ ჩვილის კვლელ ქალებს და აქ უკვე წიგში გაამართლა რა რაღაცნაირად აწვალებდა და რაღაცნაირად შეიძლება თვითთერაპიული რაღაც ხმები მოგესმის იქ ოფელიასავით თვითთერაპიული მომენტია ხო რაღაცა რომ გოეთესთან როგორც ავტორთან აი იქ უკვე რაღაცა თითქოს და აი ამ რაღაცა დანაშაულისგან თუ რაღაცა ცდილობს გათავისუფლდეს და აქ უკვე რაღაცნაირად სურს რომ მან გრეთენი გადაარჩინა კიდევ ეს გრეთენი არ არის აქ დამნაშავე პრიქით ის ეცა და აამაღლა ფაქტიურად ხო ამას ვამბობ თავარი მამოძრავებელი ძალა რამაც თავად გრეთენიც გადაარჩინა აქ ნუ რაღაც იქ ოფელიას ნოტები ჩემოდის კი რა თქმა უნდა და რამაც გადაარჩინა არის ზუსტად ფაუსტიც მე ამ გრეთენის სულმა მისმა უბრალოებამ სიწმინდემ ეს ადამიანი დააჯილდოვა უმაღლესი სიყვარულის ნიჭით გრეთენი ხო ყველაზე მიუხედავად იმისა რომ თავადაც თulis თავად არის ასევე აქ არის ორი გაგების დაპირისპირება კონსერვატორულის და მოდერნულის ანუ როცა ღმერთზე ლაპარაკობენ გზამს თუ არა რო ეკითხება გრეთენი მისთვის ნუ ის ქალები რომელსაც ცხოვრებაში სიკვდილით დასჯას უსურვებდა აქ
გაკეთილშობილებული ყავს და თავარ მამოძრავებელ აი იმ რაღაც ქალურ ძალად, მარად ქალურის ერთ-ერთი ელენესთან ერთად ერთ-ერთი სიმბოლოა და ზუსტად აქ გაგეფიქრება ადამიანს, რომ ალბათ თავად გოეთეშიც ერთი მისი საჯარო მოხელე იყო მეფისტოფელისა და ფაუსტის ნაზავი და როგორც მწერალიც მეფისტოფელისა და მან ის მომენტიც არის, რომ ეს სიკვდილით დაჟა, ეს ყველაფერი გარდა ამისა სიკვდილით დაჟამდე თუ თქვათ აი ეს გაბაზრდებოდა აი ქორწინებამდე სექსის ამბავი იყო სასტიკი საეკლესიო სასჯელი. ანუ ასე თქვათ ბრჭყალებში დამნაშავე გოგოს საჯაროდ შუა წირვის დროს უნდა ეღიარებინა რომ ის შეცდა, ჩავარდა სიძვაში და აი ესეთი რამ ჩაიდინა და ძალიან დიდი წნეხი იყო. და როგორც ამბობენ რომ აი ესეთი ასე თქვათ რო არ გაბაზრებულიყო ეს ამბავი, ამიტომ ეს გოგონები ცდილობდნენ ან ორსულობა დაემალათ რაღაცეებით, მაგრამ თუ ბავშვის გაჩენამდე მივიდოდა საქმე, მერე ისინი რაღაცნაირად ცდილობდნენ რომ მოეშორებინათ ეს ბავშვი და ამასთანავე აქ ჩანს და სოციალურად აი ეს თქვა და აქ ჩანს ის კიდევ ერთხელ რომ მიუხედავად იმისა რომ ასეთი სასჯელი იყო, ეს შემთხვევები არ დაკლებულა და კიდევ კარგად ჩანს, რამდენად შეუძლებელია ლიბიდოს მამოძრავებელ ძალას და ეს ჩანს, რომ ადამიანს პრინციპში ფაუსტიც ამ დასკვნას აკეთებს, რომ ეს არის მთავარი მამოძრავებელი ძალა სწრაფვა რაღაცისკენ, რაც არ უნდა წინააღმდეგობა ხდებოდეს გზაზე და აი მარად ქალური როგორც მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ შენი მიზნებისკენ სწრაფვაში და ნუ გრეთიენის გადარჩენა ამ შემთხვევაში ხო ეს სადამჟელო ანუ ეკლესია თქვათ საინტერესო ის არის ერთ-ერთი სცენა ხო როდესაც ტაძარშია გრეთიენი და ჩაესმის ეს ხმები ფაქტიურად ეს უნდა გავიაზროთ როგორც აი გრეთიენი რომელსაც უკვე მისი ამბავი გამჟღავნდა და ის თელმა ესე იგი ანუ ეკლესია გამოდის აქ როგორც სადამჟელო ასე ვთქვათ ინსტანცია ხო და მისი წარმომადგენელი მეფისტოფელია. ანუ ეს მეფისტოფელი ამბობს, რომ ის დაისჯება და რაღაც. მაგრამ ხმაზემოდან უფალი გადაარჩენს. ხა იქ ის კონცეფციაა, რომ ეხლა იქ საუბრობენ იმაზე, რომ ის უფალი, რომელმაც გადაარჩინა გრეთიენი ალბათ გადარჩა იმიტომ, რომ ის არის აი ამ წმინდა სიყვარულის ამ ეროსის ერთგული და ბოლომდე უყვარს ფაუსტი და ერთ-ერთი მოტივი ეგ არის გადარჩენის, რომ ამიტომ გადარჩა ის. და ამაღლდა ზეცად და მეორე თეორიული საფუძველი არის ის რომ გოეთეს უფალი ღმერთი ვისი ხმაც ჩამოდის და ის გადარჩა და ის გამოხსნილია ის გეღეთეთ ხო ის ხმა რაც ჩამოდის ამის საფუძველი არის ის რომ გოეთესთან ღმერთის ორიგენესეული კონცეფცია როგორც მიუთითებენ და მეც ვიზიარება ამას ეს ღმერთი რომელიც იქ მეფისტოფელთან მესამე პროლოგში კამათობსავით ეს არის არა რაღაცა ტრადიციული ქრისტიანული ეკლესიური ან ბიბლიური ღმერთი რომელიც ან ის არის რაღაცა დაბჟელი ორგანოზ და რაღაცა და არა ეს არის მამა ღმერთი ორიგენესეული კონცეფციით და ორიგენესეული კონცეფციით სამყაროს აღსასრული როდესაც თუ რაღაც აპოკალიფსის ჟამია ეს არის ღმერთი რომელიც მე აცხადებს საყოველთაო შერიგებას და ყველა იყრიან თავს მის წიაღში. ანუ ეს არის მობიერი ღმერთი, მობიერი მამა ღმერთი. იქ არ არის უკვე ორიგენეს მიხედვით, იქ არ არის რაღაცა გაჟჯა და საყოველთაო სასამართლო და ქრისტე პანტოკრატორი და მოსამართლე და იქ აშვება. არა. ანუ ფაქტიურად ისეთი ვითარება რომ აღარც ჯოჯოხეთია, ანუ ეს დუალისტური საიქიოს დუალისტური დაყოფა ორიგენესთან უკვე აღარ არის ფაქტიურად. არის მხოლოდ სამოთხისეული წიაღი. და ამ სამოთხისეულ წიაღს განაგებს ეს მამა ღმერთი, რომელიც არის აბსოლუტურად მობიერი და ყველას შემოიგრეს მათ შორის იმ დემონებსაც, რომელიც იგაუშა სადღაც ქვემოთ. ასეთი ტიპის ღმერთია და ეს უკვე რა თქმა უნდა სულ სხვა კონცეფციაა გოეთესთან. ანუ ორიგენესეული ღმერთი და ამიტომ ასეთმა ღმერთმა გადაარჩინა გრეთიენი. ასეთმა ღმერთმა გადაარჩინა პრინციპში ისიც ფაუსტიც. აი საერთოდ ეს პარადოქსული მომენტი ხო რატომ ხდება. ანუ ფაუსტის გადარჩა აი ამ ორიგენესეული კონცეფციის მამა ღმერთის წყალობით. და რა თქმა უნდა გრეთიენის ის ლოცულობს მასზე და ის და ნუ მამა ღმერთი და საინტერესოა რომ მამა ღმერთი უკვე აღარც ფიგურირებს. იქ აქ არის უკვე საერთოდ მაგარი ის იყო რა ქვია. ვითარება რომ
მე-19 საუკუნის ეს კრიტიკოსები ერთ-ერთი იყო რაღაც მენცელი რაღაცა იმ პერიოდის გავლენიანი ლიტერატურის ისტორიკოსი გეორგ მენცელი თუ არ ვცდები და რა არისო კაცო ესო გოეთე კაცი აღარ დატოვა იქ სულ ფემინურია თელი 60 არის გოეთესთან ფემინური იქ მარადქალურია ხო და ანუ თავდაყირა დააყენა ანუ თელი ეს რაღაც ეს ეკლესიური რაღაცა დოგმატიკა რაც არის ხო თქვა იქ თავდაყირა და ეს გოეთეს კონცეფცია 60-ის იქ ხო ის ფემინურია და მეტი არაფერი და შემთხვევით არ არის რომ გრეთიანი ხვდება იქ და მე შესასვლელთან ამ 60-ის და ის იმან უნდა აღზარდოს ხო გრეთიანმა უნდა გაანათლოს და ქალები მიეცილებენ ბოლოსაც ხო ფინალისკენ რო წავიდეთ ეხა ვინშ მიუძღვება ესო რაფია იქ ანაქორეტებიო ეს წმინდა მამებიო რაღაცა კარისკაცებივით სასტუმროს კარისკაცებივით იქვე დგანანო შესასვლელთანო და იქითო მე სადაც არ არის მამა აღარ ხო ანუ აბსოლუტურად ქალური ეს მამა ღმერთი რო პროლოგში ის მე აღარც ჩანს საერთოდ ხო ანუ ეს გოეთეს ეს ოპტიმიზმი ასე ვთქვა თუ ვიტყვით ეს ოპტიმიზმი უკავშირდება საკუთარ გოეთესეული ის არის კონცეფცია მარადქალურის ანუ მარადქალური იხსნის თავადაც ეს ამოძრავებდა ბიოგრაფიაში ეს მაგრამ მან არის ძალიან საინტერესო მომენტი აქ უნდა დაუკავშიროთ ამას ყველაფერს ეს ქვესათაური რაც აქვს იმას ტრაგედია ანუ თუ გადარჩა ვინმე გადარჩა ინდივიდუალურ დონეზე რა თქვათ ორი ადამიანი გადარჩა ვინც შევიდა მარადქალურში ხო ეს არის ფაუსტი და გრეთიანი და შესაბამისად ეს არ არის საკმარის წინაპირობა იმისა რომ ტრაგიკული მომენტი მოიხსნას გოეთე მაინც პესო დატოვა ეს ქვესათაური ეს ტრაგედია ფაუსტი ტრაგედიის პირველი ნაწილი ფაუსტი ტრაგედიის მეორე ნაწილი ხო ეს მათი გასვლა შეგვიძლია კათარზისის ნაწილს მივაკუთვნოთ გადარჩენა და დანარჩენი ტრაგედია არის ახლა აღვიქვათ როგორც ტრაგედია ინდივიდუალურ დონეზე მაგრამ ტრაგედია უკვე უკავშირდება მოდერნის ეპოქას ანუ გოეთესთვის თვითონ ეპოქას ამიქვანს ტრაგედია ეპოქა და კაცობრიობა არის ტრაგიკულ ვითარებაში ეს მომენტია ხა და ტრაგიკულობა სწორედ ის რომ დაემხობა თვითონ ის ცივილიზაცია რაც შექმნა ზღვისპირა კოლონიაში ფაუსტმა კი ესე იგი ასე ვთქვა ზესახელმწიფო შექმნა მაგრამ რაღაც მომენტში ის ზესახელმწიფოს დაინგრა იმიტომ რომ ზღვა ისე მოვარდა და ის ჯებირები დაანგრია და ყველაფერი დაანგრია ხო იმიტომ რომ utopia-ს ტრაგედია utopia-ს ტრაგედია ეს გავეშებაც ეს სიგიჟე ხო ბეჭდვა ეს რაღაცნაირი უტვინო მართველი როგორც ბუნება ანუ ადამიანი რომელიც აი ზომიერებას ეს გოეთეს აი ტრაგიკულობა გამოწვეულია აი ამ სიგიჟით და აი ამ ზომიერების აი არქონით და მოთმინების აი გედულდ იქ რო ნახმარია გამოყენებული ხო მოთმინება ხო ანუ ეს არის თავარი ნაკლი გოეთესთვის თანამედროვე ის არის მოუთმენელი სიჩქარე იმის მერე აქედან ვუთხრათ იმ ქვეყნად გოეთეს რომ იმის მერე პირიქით ეკიდე უფრო გამძაფრდა და არ შეცვლა ხო ეს მოუთმენლობა სიჩქარე მოუთმენლობა ირაციონალიზმი ესე არაჭკუა დამჯდარი გადაწყვეტილებების მიღება იქნება ეს განათლების რეფორმა რაღაც აღაშურს წავიდეთ ხა რასაც ვაკვირდებით ბოლოს რატომ დავდივარ წრეზე დავდივართ იმიტომ რომ ქართველი თავისი ტემპერამენტით ხო და ქართველი თანამედროვეობაში არის ზემოუთმენელი ვისაც აინტერესებს რატო დავდივარ წრეზე სხვათა შორის აი ფაუსტში ასევე ძალიან მკაფიოდ ხაზგასმულია და იკითხება რომ სინამდვილეში ისტორია არის არა რაღაც სწრაფვა პროგრესისკენ არამედ ძალის გამარჯვება ძალის დემონსტრირება და ძლიერის ბატონობა ხო ამაზეა ძლიერი ხო ხო პირდაპირ უძერია მეფისტოფელი ამბობს, რომ ვისაც აქძალა, უფლებაც მის ხელშია და ის წმინდა უფლება ნატურრეხტ რაც არის, ხო, რა ქვია იმას, ეს ბუნებრივი უფლება ადამიანის, ის დამხმებული და ბავკიდესთან და ფილემონთან ეს ვითარება. ეს არის გამაოგნებლად თანამედროვე. ესეც თანამედროვეობის მონაპოვარია, ხო, ეს ჯონ ლოკისეული ეს ბუნებრივი უფლება, როდესაც ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, საკუთრების უფლება და ის თავისუფალია, ხო? ეს ყველაფერი მომენტალურად წაართვა მეფისტოფელის ხელით ფაუსტმა იმ მოხუც ოლქნას. და თუმცა ეს დისკუსიები გრძელდება, ჩვენც უსასრულოდ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ ამაზე. ხო, გერმანელს უყვართ ეს თქო, გოეთე უსასრულოდ. გოეთე უსასრულოდ, მაგრამ ასევე გოეთესთან ჩანს ზუსტად ეს, რომ ზომიერება უდრის გემოვნებას და ეს ზომიერება, როცა ირღვევა, მერე დგება ტრაგედია. თქვენ კი დაგვიწერეთ, რაზე დადებდით ხელშეკრულებას ან იძლავს
მეფისტოფელთან ჩვენი მსმენელები და ჩვენ წავიკითხოთ ვის რა უნდა რომ რაზე შეუთანხმდებოდა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მაგაში ჩანს ადამიანი სანაძლეოს რაზე დადებდა მეფისტოფელთან. მშვენიერი ხო, ნუ ფაუსტმა მშვენიერი წამიო ხო, მშვენიერი წამი ხო, მაგრამ ხო, მშვენიერი წამი. მანამდე მისმა წინაპარმა ფაუსტმა მაგიის ცოდნა და ზოგადად ცოდნა. და ნუ რა გონეთ და ჩვენ რაც გონია ზოგჯერ რომ ჩვენი ცოდნა და ძალა და რაღაც ეგრეთ წოდებული super power, რაზეც ახლა მულტფილმებსაც და ფილმებსაც იღებენ ხოლმე, შეიძლება ის იყოს ის რაც დაგუყავს. ასე რომ სანამ რამეს ვიოცნებებთ, დავფიქრდეთ, სანამ მეფისტოფელთან ხელშეკრულებას დავდეთ, დავფიქრდეთ. ხო, ანუ უბრალოდ ხო, ანუ ადამიანის ის პრობლემა აქ რომ უნდა გააცნობიეროს საკუთარი შესაძლებლობები, ანუ ის გონება და ეს ყველაფერი რაღაც არ არის რაღაცა ესეთი სუპერმენად მაინც ვერ გადაიქცევა ადამიანი. თუ გადაიქცა ძალიან დროებითია და ზუსტად ამას ვამბობდი წეღა რომ აი ეს რაც გონია რომ შენი სუპერმენის ქმედების ناقოფია თქვა დამბების ხმა ის შენი საფლავის ხმა შეიძლება იყოს. ხო ზუსტად ეგ არის რა ანუ ხო რო გონია ფაუსტო და ესეც არის რომ ეს ილუზორულია და ეფემერულია რა და მათ ყვილად არ არის რომ ვეღარ ხედავს და სინამდვილეში უთხრიან საფლავს ვეღარ ხედავს იმიტომ რომ დაკარგა რაციო ძალიან დიდი მადლობა ბატონო კოკა მოსვლისთვის ძალიან საინტერესო იყო დიდი მადლობა და ჩემთვის დიდი პატევია რომ თქვენ პოდკასტში როგორც ახლა თქვენ მომიწვიეთ და დიდი მადლობა ამისთვის თუ დაგაინტერესებთ ხოლმე სად არის პასუხები რატომ ვართ ასეთ დღეში აი ესეთ უნივერსალურ ტექსტებშია ამაზე პასუხი და ეს არის ძალიან დიდი ტექსტი უნივერსალური მსოფლიო ლიტერატურის ტექსტი რომელიც გადაგვიყვანს უსასრულო ფიქრში და ეს მან ფიქრს მოაქვს მე ეთიკური კითხვები და ამდენად აქტუალური იქნება ეს მუდმივად. დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს ფთისწყალს, ჩვენ კი შევხვდებით ერთ კვირაში შემდეგ წიგნთან.